ხევსურეთში ქარგვის ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ესე მოხდა ჩვენი ოჯახის შემთხვევაშიც. მე და ჩემს დებს ქარგვა გვასწავლა დედამ და როცა უკვე გავიზარდეთ, სხვა თვალით შევხედეთ ხევსურულ ნაქარგებს და ნაჭრელას, თავიდან აღმოვაჩინეთ, ასე რომ ვთქვათ, და შემდეგ გაგვიჩნდა ეს იდეა, რომ თანამედროვე ნივთები მოგვექარგა და ხევსურული საუკუნოვანი ტრადიცია გაგვეგრძელებინა დღეს ამ ნივთებში გაგვეცოცხლებინა. ჯერ ერთი წელი არ არის, რაც ჩვენ ეს საქმიანობა დავიწყეთ. ძირითად მიმართულება სახლის აქსესუარები, მაგიდის აქსესუარები და სანათები, ასევე ჭაღები. მთლიანად ოჯახი ვართ ჩართული, დედა, მამიდა და დები ვქარგავთ ნაჭრელას ნივთებს. მოთხოვნა და დაინტერესება არის ძალიან დიდი, ძალიან მოწონს მომხმარებელს. განსაკუთრებით ის, რომ არის ქართული ტრადიციული ქარგვის მეთოდი გამოყენებული. საღდგომო პერიოდშიც განსაკუთრებით მოიმატა მომხმარებლის ინტერესმა. გვაქვს საღდგომო კოლექცია, ძირითადად ეს არის რანერები და სუფრები, რომელიც არის გაფორმებული ხევსურული ორნამენტებით და ხევსურულ ორნამენტში ძირითადი ცენტრალური ადგილი უჭირავს ჯვარს, როგორც სიმბოლო ქრისტიანული დღესასწაულის და ქრისტიანობის. ნაჭრელაში ზოგადად ძალიან დიდი როლი აქვს ფერების შეხამებას და ფერთა გამას და ჩვენც ვცდილობთ, რომ ეს ფერები და ორნამენტები გადმოვიტანოთ იმ ძველი ნაქარგებიდან, რაც ესე წინაპრებისგან გადმოგვეცა. მაქსიმალურად ისეთი ქსოვილი უნდა შევარჩიოთ, რომ გამძლე იყოს, რეცხვას უძლებდეს, ძაფების შემთხვევაში ფერიც მყარი იყოს და არ გადადიოდეს. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ვგეგმავთ ვორქშოპების ორგანიზებას. ჩვენი დიდი სურვილია და მოთხოვნაც არის, რომ უფრო მეტმა ადამიანმა შეისწავლოს ხევსურული ტრადიციული ქარგვა. ასევე გვინდა, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე შევიდეთ და საზღვარგარეთაც შეძლოს ადამიანმა ჩვენი ნივთების შეძენა. მუდმივად ვცდილობთ, რომ სხვადასხვა ნივთი დავამატოთ, სხვადასხვა დეტალი, ტურისტულ მოთხოვნასაც მოვერგოთ და ვთქვათ პატარა ნივთების წარმოება ვაკეთებთ, როგორც არის მაგალითად ორნამენტებით გაფორმებული მაცივრის მაგნიტები და სხვა პატარა აქსესუარები, ჭიქის დასატევები და ასე შემდეგ.